ეთერშია ქრონიკა 17 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. ესტონეთი ევრობიუროკრატიის ნარატივზე ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მისამართით. შეფასებები ბალტიისპირეთის ქვეყნის დამოკიდებულებებზე. გახსნილია ქურდობის დანაშაულები, დაკავებულები კი არასრულწლოვნები არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ევროპის გამოწვევებსა და უსაფრთხოებაზე მსჯელობენ. მიუნხენში ბაკა ბოჭორიშვილს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. უფრო მეტ დეტალს ანუკი ჩხიკვაძე გაგვაცნობს მიუნხენიდან, რომელიც კონფერენციას აშუქებს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეთოს გენერალური მდივანის შეხვედრა, სადაც შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და ქართულმა მხარემ აღნიშნა ამ შეხვედრაზე, რომ საქართველოს აქვს ეთოს იმედი ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე, მათ შორის ქვეყნების დაკავშირებადობის მიმართულებით. მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესზე. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა მიუნხენში. მაკა ბოჭორიშვილს ის 2 დღის განმავლობაში, როგორც იცით, ესწრებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას და პარალელურად შეხვედრებს მართავდა კოლეგა მინისტრებთან. ის ასევე შეხვდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, რომ შენარჩუნდეს და რომ საქართველო რჩება უსაფრთხოების მშვიდობის ერთგული ამ ჭრილში. როგორც იცით, ასევე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ის, რომ დროა ყველამ საქართველო აღიაროს როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის გადაწყვეტილებებსაც გავლენის მოხდენა, მათ შორის გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც შეუძლია. ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა მიუნხენიდან. საქართველო ინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ. რადიკალური ოპოზიცია ისტორიულ კამპანიას ეწევა და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს მამუკა მდინარაძის ვიზიტის შინაარსის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უწყების ინფორმაციით სწორედ ამერიკულმა მხარემ მიიწვია, თუმცა ვიზიტის დეტალებზე ამ დრომდე არც ამერიკის ელჩო და არც სუსი არ ლაპარაკობს. როგორც ელჩოს განცხადებიდანაა ცნობილი, შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გაიმართა. რადიკალები ავრცელებენ რაღაცა ჭორაობას, სურთ რომ ისევ რაღაცა ქაოსი შემოიტანონ ჩვენ საზოგადოებაში. მეორეს მხრივ გვეკითხებიან თუ ვისთან იყო შეხვედრა და როგორ ჩაიარა შეხვედრამ. ჩვენ შემოვიფარგლებით იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რა ინფორმაციაც გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და დეტალური ინფორმაციის გავრცელება ისედაც არ იქნება სასიამოვნო ამ რადიკალებისთვის. უფრთხილდებით მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რო არ ინერვიულონ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან არ მოეწონებათ დეტალური ინფორმაცია ბატონი მამუკა მდინარაძის ვიზიტთან დაკავშირებით, მის შეხვედრებთან დაკავშირებით, არც ამ რადიკალებს და არც მათ გარეპატრონებს. ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი და წუხილი ჩვენი ოპონენტებისა გამომდინარეობს იქიდან, რომ ინგრევა მათი მთავარი, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული თეზა, რომ საქართველოს არავინ არ ელაპარაკება, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ანახებს ეს შეხვედრა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ პროპაგანდა, რომლითაც ცდილობენ გარკვეული, ასე ვთქვათ, ძალები და ჩვენი ოპონენტები, რომ საზოგადოება მოატყუონ. ესტონეთის გადაწყვეტილებაში ელჩი თბილისიდან სომხეთში გადაიყვანოს, საქართველოში კი რწმუნებული დატოვოს საგანგაშოს ვერაფერს ხედავს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატების ცვლილება ჩვეულებრივი პროცესია. მართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია კი საუბრობს იმ უსამართლო დამოკიდებულებებსა და ორმაგ სტანდარტზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყანას საქართველოსთან მიმართებით აქვს. შეფასებებში ხაზს უსვამენ ესტონეთის ანტიქართულ დამოკიდებულებას.
ეს რა თქმა უნდა ნებისმიერი ქვეყნის პრეროგატივაა საგარეო უწყების საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე და შესაბამისად ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩვენც გვაქვს გარკვეული საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში ხდება დიპლომატების ცვლილება, ზოგგან საელჩოები ფუნქციონირებს ხშირად ელჩის გარეშეც, ამაშიც არ არის არაფერი განსაკუთრებული. თუ კი ამას თავად ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სულ მცირე ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი. და ამის ნათელი გამოხატულება არის ეს ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, როცა ხუხულაში ყავთ დარეგისტრირებული ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები და რითაც, ასე ვთქვათ, შემოვლითი გზებით, აკრძალული გზებით ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური ფულის შემოტანას. ეს ჩვენ ყოველფეხის ნაბიჯზე პროიტყვიან ვამხილეთ და ერთი რაც მათ შეძლეს ეს არის რომ ელჩის რეზიდენცია საქართველოსდან გადაიტანეს სასუნხეთში. ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლები და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული სამართალდამცველების მიერ მხილებული იყო ქურდობის ფაქტზე. დაკავებულებმა ქსელური მარკეტებიდან პროდუქცია და თანხა მოიპარეს. აპრილიდან თბილისსა და სეულს შორის პირდაპირ ავიარეისებს წამყვანი კორეული დაბალბიუჯეტური კომპანია შეასრულებს. ოქტომბრის ჩათვლით 8 რეისია დაგეგმილი. არარეგულარული რეისები ქვეყნებს შორის 2024-25 წლებში ხორციელდებოდა. საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რაც შეეხება უშუალოდ კორეის რესპუბლიკას, საქართველოს თითქმის 20%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ვიდრე 2024-ში. კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს იწყებს სეულსა და თბილისს შორის. ეს არის არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივა, არამედ ორ ქვეყანას შორის ზოგადად ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გამყარებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი. 2025 წელს თუ შევადარებთ 2024 ზოგადად ტურისტული ნაკადებიც გაზრდილია, დაახლოებით 19%-იანი მატება გვაქვს და ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად იზრდება. 2024-25 წლებში ორ ქვეყანას შორის ჩარტერულ ფრენებს კორეული ავიაკომპანია კორეანი არის ასრულებდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ახალი ავიაკომპანია T-Way არის შეასრულებს ჩარტერულ ფრენებს. მხარეების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შესაძლებლობა აქვს შეასრულონ რეგულარული რეისები კვირაში 7 სიხშირით. მზარდი დინამიკა მომავალში რეგულარული რეისების დაწყების საფუძველს წარმოადგენს. კორეის ბაზარი ჩვენთვის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შედარებით ახალი ბაზარია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წელს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კორეაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში, სადაც ძალიან მაღალი ინტერესი იყო და უკვე წელს 2026 წელს ჩვენ ბიზნეს სექტორთან ერთად დაახლოებით 20-ზე მეტი ქართული კომპანია მოდის ჩვენთან ერთად ეროვნული სტენდით, სადაც საკავშირდება ქართული ბიზნესი კორეულ ბიზნესთან. ახლა დანიშნული ჩარტერული რეისები ამ პროცესს მიეხმარება, რომ მთლიანობაში საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს და კორეიდან საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს. საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა 6 საგანმანათლებლო პროგრამას, სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე საექთნო საქმის ინგლისურ ენოვან საბაკალავრო პროგრამას. როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროპული აკრედიტაცია სწორ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე მიანიშნებს და უმნიშვნელოვანესი აღიარებაა ქართული განათლების სისტემისა და მისი მომავალი წარმატებული განვითარებისთვის. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს მიერ აკრედიტაცია მიენიჭა 6 საგანმანათლებლო პროგრამას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სინამდვილეში პირველად არის, რომ სამართლის მიმართულების
საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ საერთაშორისო აკრედიტაცია. დეფიციტი არსებობს დღეს შრომის ბაზარზე ექიმთან მიმართებით. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ერთ ექიმზე დაახლოებით უნდა მოდიოდეს 3-დან 5 ექიმამდე, მაშინ როდესაც ეს თანაფარდობა ჩვენთან სამწუხაროდ არ არის დაცული. შესაბამისად ვფიქრობ, რომ საექიმო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია კიდევ უფრო მეტ ინტერესს გააჩენს. ბავშვებისთვის ეს არის აუცილებლად გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს დიპლომი უკვე იქნება აღიარებული საერთაშორისო დონეზე, შესაბამისად მათ მეტი შანსი ექნებათ იმისი, რომ გააგრძელონ სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე, სადოქტორო საფეხურზე. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამჯერად სურამში დაათვალიერა ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება. რევას ოხაძემ ასევე სოფელ არაშენდაში 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა მოინახულა, ხოლო ხაშურში აქტიურ ფაზაში მყოფ წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტს გაეცნო, რომლის შედეგადაც 44,000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და ხაშურის მოსახლეობას ჩვენ დაუპირდით, რომ ხაშურში აშენდებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური ცენტრი, დიდი მულტიფუნქციური ცენტრი და დღეს უკვე ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც ეს აშენდება და მოემსახურება ხაშურის, დაბა სურამის და მთლიანად მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ჩვენ შევეცდებით, რომ უკვე წელსვე სამშენებლო სამუშაოები დავიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა იმ სკოლის პრობლემა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში იდგა და ცნობილია მოსახლეობისთვის გაპრობლემებული მშენებლობები, იქაც პროცესი დაძრულია და მიმდინარეობს უბრალოდ რამოდენიმე დღეში გამოცხადდება რეტენდერი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. გორის მულტიფუნქციურ ცენტრზე უკვე პროექტანტმა გითხრა, რომ უახლოეს თვეებში უკვე საბოლოო ვერსიას პროექტისას ჩაგვაბარებს. იქ არის გარკვეული საკითხები, ვთქვათ, ხაზოვან ნაგებობებზე, რომლებიც ჩვენ უმოკლეს ვადაში უნდა გადავჭრათ, რომ შემდეგ არ დაიკარგოს ამაზე დრო. რაც შეეხება თვითონ ტექნიკურ ცენტრებს, უახლოეს დღეებში უკვე მაქსიმუმ 1 მარტისთვის დაიწყება უკვე სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს სათავე ნაგებობების მოწყობა. ასევე მაგისტრალური ქსელის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პარალელურად ასევე მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და ორივე პროექტის დასრულების შემდეგ ხაშური სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით. დავათვალიერეთ წყლის სათავე ნაგებობა, რომელთაც მომარაგდება ქალაქ ხაშური, ხცისი, ცხრამუხა, რომელიც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობისთვის და თითოეული პროექტი, რომელიც დღეს მოვინახულეთ, არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და რა თქმა უნდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. რუსთავში ახალი მულტიფუნქციური საბაჭრო და გასართობის სივრცე გაიხსნა. განხორციელებული ახალი ინვესტიცია 20 მილიონი ლარია და უკვე 100-ზე მეტი რუსთაველია დასაქმებული, ზაფხულიდან კი კინოთეატრის გახსნა იგეგმება. ამ მასშტაბის ინვესტიცია და პროექტები მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი ქალაქის მიმართ ინტერესი იზრდება, არის კარგი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ რუსთაველებს ახალი დასაქმების ადგილები ქონდეთ და 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება პირველ ეტაპზე. სამომავლოდ ასევე რუსთაველებისთვის ერთ-ერთი მთავარი თხოვნა და მოთხოვნა შესრულდება და რუსთავის ახალ სავაჭრო ცენტრში გაიხსნება კინო. მესტიაში ზურულდი ჰაწვალის ათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ეასპარეზა, მონაწილეებს შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და თეზო ჯაფარიძის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირის გამარჯვებულები დღის ბოლოს სპეციალური პრიზები დაჯილდოვდებიან. შეჯიბრება მე-12 წელია ტარდება. ვეტერანი მოთხილამურე თეზო ჯაფარიძე 2014 წელს მესტიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მის სახელს უკავშირდება სვანეთში ბევრი პროექტის განხორციელება. ტრადიციულად 2014 წლის მერე რაც თეზო გარდაიცვალა ვატარებთ თეზო სახელობის ტურნირს და ყოველ წელს რავი ვითარდება უფრო მასშტაბურ სახესღებულობს ძალიან ბევრი ხალხი გვესტუმრა ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა ძალიან კარგად ჩატარდა და ყოფილები ვართ გავიმარჯვე რასაც მოველოდებოდი 100%-ით ძალიან კარგი ტრადიცია ჩაეყარა თეზო ჯაფარიძის სახელობითაც და რა ვიცი რაც უფრო მეტი
ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მის უფრო და უფრო განვითარდება. მე მეორედ გამოვდივარ ამ წელს, ყოველ წელს უხურავ ხოლმე შეჯიბრს. თეზოს, რომელმაც სვარეთში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცა გააკეთა, მის სამახსოვროდ არის ეს შეჯიბრი და ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოდიოდეს და ყოველ წელს ძალიან მიყვარს ხოლმე სვანეთში ჩამოსვლა ამ შეჯიბრისთვის. ქრონიკა 17 საათზე ამით დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს დღის ქრონიკა და ნატა მახვილაძე განაგრძობს. ნახვამდის.